მოგესალმებით ყველას. ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და Sports Production სტუდიო წარმოგიდგენთ ფანების ლიგის მესამე სეზონს და მორიგ მეოთხედფინალურ შეხვედრას. ტრადიციულად თავიდანვე ვიტყვი რომ ჩვენი წლევანდელი სეზონის გამარჯვებული წყვილი უკვე მომავალ წელს 2026 წელს გაემგზავრება საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების რომელიმე გასვლით შეხვედრაზე. გარდა იმისა რომ მოიგებს აი ამ საყვარელ თასსაც. და დღევანდელ მეოთხედფინალში ერთმანეთს ხვდებიან ფოთის კოლხეთი და თბილისის იბერია 1999. და წარმოგიდგენთ გუნდებს, დავიწყებ ფოთის კოლხეთით, გიორგი მელქაძე და სანდრო ლოსაბერიძე. მოგესალმებით. როგორ ხართ, ბიჭებო, როგორ განწყობაზე ხართ? განწყობა კარგია, გვიხარია კიდე ერთხელ აქ რო ვართ, გავიარეთ ერთი ეტაპი, დღეს ყავს ძალიან მაგარი მეტოქე, უნდა აღვნიშნო ეს. და რავი, წარმატებები მეტოქეს და ვეცდებით კარგი თამაში ვაჩვენოთ. წარმატებები, თქვენ მეცაც გეტყვით, დღეს ნამდვილად ძალიან კარგი მეტოქე გყავთ. რო გახვიდეთ, ასევე ძალიან კარგი მეტოქე იყოლებათ, კიდე რო გახვიდეთ, ასე იმიტომ რომ ამ სეზონში მართლა ძალიან კარგი გუნდები არიან, კი. მართლა ძალიან კარგი თამაშებია, ძალიან ისეთი მწოდნე ფეხბურთის კარგად მწოდნე გუნდები მონაწილეობენ ყველა სეზონში, მაგრამ წელს ამ სეზონში განსაკუთრებით. რა თქმა უნდა, წარმატებებს გისურვებთ თქვენ, ბიჭებო და წარმოგიდგენთ თქვენს მეტოქე გუნდს იბერია 1999-ს, პაატა ჩახვაშვილი და ზურა ხომასურიძე. თქვენ როგორ ხართ, ბიჭებო? რა ვიცი, კარგი განწყობით. ძალიან კარგი განწყობ. თქვენ რა სიტყვით წლევანდელ სეზონზე, როგორ მოგწოთ ახლა ნახეთ თამაშები და რა თქმა უნდა, სეზონიდან სეზონამდე კონკურენციაც მატულობს, დაძაბულობაც, ინტერესიც და ეს უკვე კარგია მთლიანად შოუსთვის და თამაშისთვის. დღეს მართლა ძალიან ძლიერი მეტოქე ყავს, ანუ თუ არ მიწყენენ ვიტყვი რომ ყველაზე ძლიერი წყვილი ვართ, შესაძლოა. და რა ვიცი, ნახოთ რა, იმედია მართლა მაყურებელი რომ ისიამოვნებს ისეთი თამაში გვექნება. მეც დარწმუნებული ვარ მაგაში. რა თქმა უნდა, თქვენ წარმატებას გისურვებთ და შეგვიძლია დავიწყოთ, თქვენს გეტყვით რომ არაფერი შეცვლილა წესებში, როგორც იყო პირველ ეტაპზე, ისეთივე არის. და ვიწყებთ უცხოური ტურით, სადაც ყველა სწორი პასუხი ფასობს ერთ ქულოდ. მაშასე უცხოური ტურის პირველი შეკითხვა. 2009-2010 წლების სეზონში ის გახდა პირველი მოთამაშე ისტორიაში, რომელმაც კალენდარულ წელიწადში ყველა საკლუბო ტურნირში გაიტანა გოლი. მიუხედავად იმისა, რომ არასდროს ყოფილა გამოკვეთილი ფორვარდი, ხშირად გახონდა გოლები ბარსას მაისურით. მაგალითად, 321 მატჩში 99 ბურთი შეარგო. კატალონიური გრანდის შემდეგ ჩელსიში გადაინაცვლა. არც იქ ისმეთ? ალბათ პედრო. პედრო სწორი პასუხია, პედრო როდრიგესის სწორი პასუხია და პირველი ქულა ფოთის კოლხეთს. შემდეგი შეკითხვა. 90-იანი წლების სერია A-ს ეს მშვენიერი არგენტინელი თავდამსხმელი დღეს რადიო კომენტატორია. იტალიის ჩემპიონატს აშუქებს. იტალიაში გადასვლამდე River Plate-ში თამაშობდა. სერია A-ში კი გისმეთ? კრესპო არ არის სწორი პასუხი, თქვენ შეგიძლიათ ბოლომდე მოусმინოთ. სერია A-ში კი უდინეზეს, რომას, პარმას და ფიორენტინას მაისურით ითამაშა. 1999 წელს პარმას UEFA-ს თასის და იტალიის თასის მოგებაში დაეხმარა. 2001 წელს კი სკუდეტო მოიგო რომას შემადგენლობაში. მსოფლიო ჩემპიონატზე ერთი მედალი აქვს მოპოვებული, 1990 წელს ვერცხლი. კარიერა 2002-2003 წლების სეზონში დაასრულა რივერის მოსისხლე მტერ ბოკა ხუნიორსში. არ გახსენდებათ, არავინ, ხო? რამე ვერსია მაინც ყოველ შემთხვევაში არაფერს დაკარგავთ, მინუსი. რაღაცა ბატისტუტა ძალიან მარტივი მგონია იყოს აბელ ბალბო. როგორ ხოჩაღაც მივიდა სწორ პასუხამდე. კი ბატონო, აბელ ბალბოს სწორი პასუხი. ერთი ანგარიში თქვენს ხოდოთ ალბათ უკვე მე. ცოტა იჩქარა მე მგონი. ხო, კი. კი ბატონო. შემდეგი შეკითხვა. თუ რუმინეთის ნაკრების გამოსვლა გახსოვთ მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატზე, მაშინ ეს ფეხბურთელიც უნდა გაიხსენოთ. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მერვედფინალში 2 გოლი გაუტანა არგენტინას. ილია დუმიტრესკუ სწორი პასუხია. ახსოვდა ნამდვილად პაატას და 2-1 ანგარიში. შემდეგი შეკითხვა. ამ ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელის მეტსახელი იყო ელ პარონ, ანუ დიდოსტატი. ის პირველია, რომელმაც მილანს პირველად მოაგებინა ჩემპიონთა თასი.
კი ბატონო, სწორი პასუხია და 2-2 გახდა ანგარიში და აქაც არ იმაზება შეკითხვა, როგორც ხედავ ტიტანების შერკინება არის. თან ანგარიშიც ისეთია. და უცხოური ტურის ისა ბოლო შეკითხვა ბოდიში. საქვეყნოდ ცნობილი სტადიონი, რომელიც თქვენ უნდა გამოიცნოთ, ტევადობის მხრივ უდიდესია სამხრეთ ამერიკაში. 85,018 მაყურებელს იტევს. ისიც ფაქტია, რომ კლუბის საშინაო მატჩებზე არენა თითქმის მთლიანად ივსება. მაგალითად, გასულ სეზონში სასურველო დასწრება 84,000 იყო, რაც საუკეთესო შედეგია მსოფლიოში. ამ სარბიელმა 1978 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს უმასპინძლა არგენტინას. სტადიონი უნდა დავასახო. დიახ, სტადიონი. მონუმენტალი. კი ბატონო, სწორი პასუხია. მონუმენტალი რატომაც მეგონა რომ თავიდანვე იქნებოდა. ხო, ცოტა ფიქრობდი ცენტენარიოსა და მაგის ავსებენ სტადიონებს. ავიცა ბრაზილიაში წავსულიყავით, არგენტინაში წავსულიყავით, ცოტა სად არის ივსება ეთები? კი ბატონო. 3-2 გახდა ანგარიში, უცხოური ტური ამით დასრულდა და გადავდივართ ფოტო ტურზე, მეგობრებო. პირველი ფოტო გახლავთ, ფოტო 3-4-ზე. ანუ გამოსახული იქნება ან ფეხბურთელი ამ წვნელი ან მოკლედ ასე პატარა ფრაგმენტი, მერე დაემატება მეორე ფრაგმენტი და ბოლოს მთლიანად გაიხსნება თუ რა თქმა უნდა იქამდე არ გამოიცნო. მაშასე ფოტო ტურის პირველი ფოტო 3-4-ზე ფოტო. აი ასეთი ფრაგმენტი გვაქვს ამ ფოტოდან. ნიკაპის მეოთხედით თუ ნახევრით უფრო სწორად თუ გამოიცნობთ, თუ არა და შეგვიძლია მაშინ დავამატოთ კიდევ ერთი დანაწილი. უკვე ნახევარი სახით თითქმის ჩანს. არ არის პასუხი და შესაბამისად გავხსნათ ბოლომდე. დაასწრო იბერიამ. ეს უნდა იყოს არც გამსვენებული და ბარსას ყოფილი მწვრთნელი, რა ერქვა ბიჭო? ტიტო ვილანოვა. ვილანოვა, სწორი პასუხია, ნამდვილად გასვლა. თამაშობდა? კი ბატონო, 4-2-ია ანგარიში. კაი კაცი. და შემდეგი ფოტო იქნება საერთაშორისო მატჩიდან, რამე დიდი ფორუმის მატჩიდან, თქვენ ორივე მონაწილე ნაკრები უნდა დამისახელოთ. ორივე მონაწილე ნაკრები. გავხსნათ ფოტო, ნუ ასე თუ რამეს გაძლევთ შეგიძლიათ ასეც გამოიცნოთ, პატარა იქ ვიმპელებიც ჩანს, შორტებიც ჩანს. თუ არ არის პასუხი, დავამატოთ მაშინ კიდევ. აჰა, ერთი გამოჩნდა, გისმენთ? ჩემი ვერსია დასავლეთ გერმანია, აღმოსავლეთ გერმანია. სწორი ვერსია, სწორი. კოჩა, მაგარი, გახსოვდა ფოტო თუ ანუ აღმოსავლეთისა და დასავლეთ გერმანია გასაგებია, ბეკენბაუერი გამოჩნდა, მაგრამ იქით როგორ გიხდირო? გაცლილია იგი. მანამდეც გითხრა და აი მანამდე რანაირად? არა, 74-ის ბეკენბაუერი კი, მაგრამ უფრო 82-ც შეიძლება და ყოფილი. ვიმპელებმა დაგვავნია და უკვე არა, გაცლილი მე ვიმპელი ქონია. გითხარი, ამათია მეთქი. მე ვერ მოვხდი. აჰა, ესე იგი კარგად გიმიჯელიათ ორივე. ცი ვინ იყო კაპიტანი? არა. ვიცი. ტრაიხი მე მგონი. არა, აზე არა. იოახიმ შტრაიხი. კარგი. მე მგონი ეგ. ანგარიში არის 4-3 იბერიას სასარგებლო და ახლა უკვე არის ორქულიანი შეკითხვა, მეგობრებო, რადგან არის ქართული. კი ბატონო, ერთ-ერთი ნაკრები, რა თქმა უნდა, იქნება საქართველოს ნაკრები და უნდა გამოიცნოთ მეორე ნაკრები, ანუ ვის ეთამაშებოდა ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები. გავუშვათ, ვაჩვენოთ. დააჭირა იბერიამ. ეს უნდა იყოს ჩრდილოეთ ირლანდია საქართველო. ეს სწორი პასუხია, ნამდვილად ჩრდილოეთ ირლანდია საქართველო, სამწუხაროდ 1-4 დავუმარცხდით. ამ შეხვედრაში 2008 წლის მატჩი და 2 ქულა თქვენ. ანგარიშია 6-3 იბერიას სასარგებლოდ ფოტო ტურის შემდეგ და გადავდივართ ქართულ ტურზე. მაშასე ქართული ტურის პირველი შეკითხვა. თბილისის დინამოს აკადემიის აღზრდილი ეს ფეხბურთელი აზერბაიჯანის სამგზის ჩემპიონია ყარაბახის შემადგენლობაში. 2022 წელს კი აზერბაიჯანის თასსაც დაეუფლა. 2015 წლიდან ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა. 2023 წელს კი მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში შედგა. ბათუმში მონღოლეთთან 6-1 მოგებულ დააჭირა კონკრეტმა გუგეშაშვილი სწორი პასუხია, ნამდვილად 2 ქულა თქვენ და 1 ქულამდე შემცირდა ანგარიში 5-6 და შემდეგი შეკითხვა. ფორვარდი, რომელიც თქვენ უნდა გამოიცნოთ, 2015 წელს საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 16 გოლით.
ეროვნულ ლიგაში დამკვიდრებამდე ის ზაპოროჟიეს მეტალურგში თამაშობდა. ისმეთ იბერია იყო ნიკოლა კოტალიუკი უნდა იყოს ეს? არ არის სწორი პასუხი. კოტალიუკი მე მგონი მერე იყო უფრო. მეტალურგში თამაშობდა. ნაკრებში მისი დებიუტი 2006 წელს შედგა გერმანიასთან სტუმრად გამართულ აბხარაგურ მატჩში. უკანასკნელი მეოთხე შეხვედრა კი ესპანელთა წინააღმდეგ ჩაატარა. გეტყვით რომ საუკეთესო წლები გორის დილაში გაატარა. ირაკლი მოდებაძე სწორი პასუხია ნამდვილად და კიდევ ორი ყოლათონ და უკვე დაწინაურდა კოლხეთი 7-6 ანგარიში. შემდეგი შეკითხვა. თუ ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების პირველი ოფიციალური თამაში გახსოვთ 1994 წლის სექტემბერში მოლდოვასთან 3-0 მოგებული მატჩი. მაშინ ეს ფეხბურთელის გემახსოვრებათ. იმ შეხვედრაში მან ჰეტ-ტრიკი შეასრულა. კარიერა თბილისის მართვეში დაიწყო. შემდეგ არაერთი კლუბი გამოიცვალა, მათ შორის გერმანიის ზალმბრორი და მოსკოვის ტორპედო. მისი უკანასკნელი კლუბი კი თბილისის დინამო იყო. თუ აქამდე ვერ მივხვდით ვიზია საუბარი, მის მეტ სახელს შეგახსენებთ და წესით იოლად უნდა მივხვდეთ ვის ვინაობას. ხრუბეშა. მე არც ისე იოლად უნდა მივხვდარიყავით. ჯერ და ვიცი ვიღაცას ეძახდნენ, მაგრამ კი ბატონო. ვაიმე. და შეგიძლიათ გაიგოთ და რაღაც ვერსიები თქვა, თუ არა და მე შემიძლია ვერ მივდივარ ვერსიამდე. მე შემიძლია თქვა სწორი პასუხი. დავაჭერცი. კი ბატონო. ისმეთ? იკნაძეა. იკნაძე არ არის სწორი პასუხი, თქვენ ხო არ გაქვს რამე ვერსია? ვინმე თქვი რა? მურთაშელი. არ არის, არც მურთაშელია. ფორვარდია, ხო? არა. გიორგი ღუდუშაურია, სწორი პასუხი. სხვათა შორის ახლა თამაშობს ხოლმე ლეგენდების მატჩის თუ არ ვწდები, ხრუბეშა. კი, იყო. ხრუბეშა უნდა აუ, გაგონილი მაქვს იქ მოსახელი, მაგრამ ვიზე არ მახსოვდა. მეც მაგას მე თქვი. ხო, ვინ არის? არიან მეც პირველი კითხვა ჩავარდა, მოკლედ და ანგარიში დარჩა უცვლელი 7-6 და შემდეგი შეკითხვა. 1964 წელს, როცა თბილისის დინამომ პირველად მოიგო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი, ის გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა წევრი გახლდათ. 20 წლის იყო. იმ სეზონში ეს კახელი მცველი ძირითადად დუბლ შემადგენლობაში ასპარეზობდა. გისმენთ? გივიჩოხელი. არ არის, სწორი პასუხი გივიჩოხელი. თქვენ ბოლომდე შეგიძლიათ მოусმინოთ, ძირითადად დუბლ შემადგენლობაში ასპარეზობდა, მაგრამ პირველ გუნდში საკმარისი რაოდენობის მატჩები ჩაატარა და ჩემპიონის 2 медали მოიგო. დინამოს 1970 წელს გამოეთხოვა. კარიერა კი ძალიან ახალგაზრდა, 26 წლისამ დაასრულა ქუთაისის ტორპედოში. გარდაიცვალა 41 წლის ასაკში 1986 წელს. აბა თუ გახსენდებათ ასეთი. გავრესკავ, ფირუს კანთელაძე ხო არ არის? არა. კანთელაძე უფრო მერე იყო, ვახტანგ რეხვიაშვილი იყო ეს ფეხბურთელი. და შემდეგი შეკითხვა. ანგარიში უცვლელია 7-6. შემდეგი შეკითხვა. 70-იანი წლების დინამოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი 1945 წლის 1 იანვარს დაიბადა. თბილისის დინამოს პირველ გუნდში დაწინაურებამდე ის მცირეხნით მოსკოვის სპარტაკის ახალგაზრდულ შემადგენლობაში თამაშობდა. თუმცა პირველ გუნდში არ უთამაშია. დინამოს მაისური 1965 წელს მოერგო და კლუბს 1976 წელს გამოეთხოვა. საკავშირო თასის მოგების შემდეგ საბჭოთა კავშირის ოლიმპიურ ნაკრებში ერთხელ ითამაშა. საკავშირო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები კი 5 ჯერ მოიგო. ის 1955 წელს 1995 წელს 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. არ არის ვერსია, ხო? არ არის პაიზავას ადვილი ვარიანტები. თუ არც გარისკავთ, შემიძლია თქვა. ოკეი, ვახტანგ ჭელიძე იყო ეს ადამიანი, რომელსაც ოლიმპიურ ნაკრებში აქვს თამაშები და განვაგრძოთ. შემდეგი ეტაპი გახლავთ სარბიელის არქივი. მე გეტყვით თავიდანვე, ხა პატარა შესავალს გავაკეთებ, ანუ პირველი კითხვა ერთქულიანია, მეორე ორქულიანი. 1999 წლის 3 თებერვლის სარბიელიდან არის ეს სკრინი. აბა ვაჩვენოთ თუ შეიძლება ფოტო. პრიზს ნამდვილად არ ვიმსახურებდი. ზიდანი კი გამარჯვების ღირსი იყო. იგი შესანიშნავი ფეხბურთელია, წინვალე. მე ვთვლი რომ მეორე ადგილის ღირსიც არ ვარ. დღესდღეობით არიან ჩემზე გაცილებით ძლიერი მოთამაშეები. ეს ვიღაც თავმდაბალი გახდათ. ვიზია საუბარი, ვისი სიტყვებია? ვინ იყო თავმდაბალი? 1999 წლის 3 თებერვალი. დიახ, ისმენს იბერია. რა ვიცი, გავრისკეთ და იყოს კიჭარონალდო. კიჭარონალდო, სწორი პასუხია, სწორად გარისკეთ. ის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში მეორე მეორეზე კი, გავიდა. მეორე ადგილზე გავიდა და სხვა რომ მეორესაც არ ვიმსახურებდიო და ანგარიში გახდა 7-7. ორქულიანი შეკითხვა არის. შემდეგი ისევ სარბიელის არქივიდან
ვისზე წერდა ასე 2000 წლის 3 ოქტომბერს სარბიელი. ვაჩვენოთ ფოტო. მან 6 წელი იმუშავა თბილისის დინამოში. მისი ამ კლუბში მოღვაწეობის ბოლო პერიოდი იოჰან ბოსკამპის ეპოქას დაემთხვა. ჰოლანდიას მაშინ ისე მოუვიდა თვალში გისმეთ, ფოთის კოლხეთმა დააჭირა. გია გებუჩაძე სწორი პასუხია ნამდვილად და 2 ქულა თქვენ 9-7 გახდა ანგარიში. მეგობრებო, 9-7 ანგარიში და ქალაქობანა გვაქვს წინ. სადაც საკმაოდ ბევრი ქულის მიღება შეიძლება და განიავებაც. განიავებაც. კი ბატონო და როგორც ვივარაუდეთ, ძალიან დაძაბული შეხვედრა და შეგვიძლია დავატრიალოთ დოლურად და ვნახოთ რა ასოა მოგვივა. და მე შეგახსენებთ, რომ ამ ასოზე დაიწყება ყველა პასუხი პირველ ეტაპზე. ქალაქობანას პირველ ეტაპზე. ასო. ნაკრები. პორტუგალიის, მადრიდის რეალის, მანჩესტერ იუნაიტედის და კატარის ყოფილი თავკაცი კარლოს კეირუში დღეს ამ ნაკრების მთავარი მწვრთნელია. პორტუგალიის, მადრიდის რეალის, მანჩესტერ იუნაიტედის და კატარის ყოფილი თავკაცი კარლოს კეირუში დღეს ამ ნაკრების მთავარი მწვრთნელია. კლუბი. წელს ეს ტიტულიანი ბერძნული კლუბი 100 წლის გახდა. წელს ეს ტიტულიანი ბერძნული კლუბი 100 წლის გახდა. კი ბატონო. უცხოელი ფეხბურთელი. ფეხბურთელი, რომელმაც ერთხელ თქვა, როცა ვიმარჯვებ გერმანელი ვარ, როცა ვაგებ თურქი. მოდაწეროთ, ეს არის რა ქვია. აქ სხვადასხვანაირად გამოითქმის ხოლმე ამ ფეხბურთელის გვარი, მოდი გეტყვით, რომ რაღაც შეცდომაში არ შეხვიდეთ მაინც მაგრამ. ესე ლათინურად რაღაც მინიშნება მოგვეცმება. ფეხბურთელი, რომელმაც ერთხელ თქვა, როცა ვიმარჯვებ გერმანელი ვარ, როცა ვაგებ თურქი. ქართველი ფეხბურთელი. ჩიხურას ყოფილმა კაპიტანმა დინამოსთან ერთად ორჯერ მოიგო ეროვნული ლიგა. 2010 წელს აზერბაიჯანის ჩემპიონატი ბაქოს ინტერთან ერთად, კარიერა კი 2021 წელს დაასრულა შევარდენი 1906-ში. ჩიხურას ყოფილმა კაპიტანმა დინამოსთან ერთად ორჯერ მოიგო ეროვნული ლიგა. 2010 წელს აზერბაიჯანის ჩემპიონატი ბაქოს ინტერთან ერთად, კარიერა კი 2021 წელს დაასრულა შევარდენი 1906-ში. და მწვრთნელი. როდესაც აიაქსმა შოთა არველაძე შეიძინა ამსტერდამულ გრანტს, ეს კაცი წვრთნიდა. როდესაც აიაქსმა შოთა არველაძე შეიძინა ამსტერდამულ გრანტს, ეს კაცი წვრთნიდა. მაშ ასე დავასრულეთ, ვაჩვენოთ თუ შეიძლება, 5-ვე პასუხი გვაქვს ორივე გუნდს და ანგარიშია 9-7 და მივყვეთ ნაკრები. ომანი, ოასოზე მე მგონი მეტი სხვა არც არის, სხვა ნაკრები და ქვეყანა გვაქვს, ასე რომ სწორი პასუხია 10-8. ავსტრია. ტიტულიანი ბერძნული კლუბი, რომელიც 100 წლის გახდა. ოლიმპიაკოს. სწორია. 11-9. ფეხბურთელი, რომელმაც თქვა, რომ როცა ვიმარჯვებ გერმანელი ვარ, როცა ვაგებ თურქიო. ოზილი, სწორი პასუხია, ხო მაგით იოზი და რაღაც მაგიტორ ისო არ გამოეწვია. კი ბატონო, 12-10. ჩიხურას კაპიტანი დინამოსთან ერთად ჩემპიონი. პირველი თქვა ახლა ამჯერად. ჩვენც ოდიკაძე. არა. სუჩონო მოგთვრალი. კი ბატონო, და მწვრთნელი აიაქსის დროს. მორტენ ოლსენი, კი ესე გვიწერია. სწორია, ყველა, ანუ სტატუს quo არ შეცვლილა 14-12-ია, 14-12 ანგარიში და ამ შემთხვევაში უკვე აღარ ვამბობ რა ასოზე გვიწევს თქვენ უნდა გამოიცნოთ, უბრალოდ ყველა პასუხი ისე და ისე ერთ იგივე ასოზე. მაშინ ასე დავიწყოთ ნაკრები. თემურ ქეცბაიას დებიუტი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ამ ქვეყნის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში შედგა. ქეცბაიას დებიუტი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ამ ქვეყნის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში შედგა. კლუბი. ეს პირველი კლუბია, რომელმაც ზედიზედ 3-ჯერ მოიგო ლიბერტადორესის თასი. ეს პირველი კლუბია, რომელმაც ზედიზედ 3-ჯერ მოიგო ლიბერტადორესის თასი. უცხოელი ფეხბურთელი. ეს შემტევი ნახევარმცველი ლონდონის არსენალმა თანაქალაქელი კრისტალ პალასისგან ამზაფხულს 68 მილიონ გირვანკა სტერლინგად შეიძინა. ეს შემტევი ნახევარმცველი ლონდონის არსენალმა თანაქალაქელი კრისტალ პალასისგან ამზაფხულს 68 მილიონ გირვანკა სტერლინგად შეიძინა. ქართველი ფეხბურთელი. 1995-96 წლების სეზონში ევროპის ბუცი რომ გათამაშებულიყო, ჯილდოს ეს იმერელი ფორვარდი მოიგებდა. 95-96 წლების სეზონში ევროპის ბუცი რომ გათამაშებულიყო, ჯილდოს ეს იმერელი ფორვარდი მოიგებდა. და მწვრთნელი. სახელგანთქმული დაცვითი ტაქტიკა კატენაჩო ამ კაცის სახელს უკავშირდება. სახელგანთქმული დაცვითი ტაქტიკა კატენაჩო ამ კაცის სახელს უკავშირდება.
აბა ვნახოთ. ვაჩვენოთ თუ შეიძლება. ოკეი. პირველი არ გიწერია თქვენ? არ ვიწერია ხო. კარგი, აბა მივყვეთ, ნახოთ. კეცბაიას დებიუტი ამხარაგურ შეხვედრაში ვისწან 14-12 ანგარიში და მოდი ცოტა გრძლად ვიტყვი თუ შეიძლება ვიყავი ამ თამაშზე, ზოგადად მახსოვს 2010 წლის 3 მარტი იყო, ეგეც მახსოვს, ესტონეთი. 3 მარტს რა დღესასწაულია? დედის კაი, მაშინ ჩაგიწრიეთ. ბოროს ყურა რა? კი ბატონო, სამი ყურა. თქვენ არ გაქვთ. ხო, არ გვაქვს. სვამდიამდეც და არ მახსოვს. 17-12 ანგარიში კლუბი რომელმაც ზედიზედ 3ჯერ მოიგო. სტუდენტის კი. კი ბატონო, სწორი პასუხია 18-13 ანგარიში. შემტევი ნახევარწველი კრისტალ პალასის ებერეჩიეზე. კი ბატონო, სწორი პასუხია თითოი თოკულა. ქართველი ფეხბურთელი ენდელაძე. და ტაქტიკა და კატენაჩოვის ელენიო ესეც რა თქმა უნდა სწორი პასუხია და არაფერი არ შეცვალა კი ბატონო ძალიან მართლაც რომ ტიტანების შერკინება გამოდგა და ხუთქულიანი სხვაობით გაიმარჯვა ფოთის კოლხეთმა გილოცავთ მეგობრებო ნახევარფინალში გასვლას ძალიან დიდი მადლობა სასწაულად მაგარ გუნდს ძალიან კარგ გუნდს და ძალიან კარგ მოთამაშეებს დიდ მადლობას გადაგიხდით ჩვენს გადაცემაში ჩვენ პროექტში მონაწილეობისთვის და წარმატებას გისურვებთ უკვე იმედია უკვე შემდეგ სეზონშიც თქვენ კი წარმატებას გისურვებთ უკვე ნახევარფინალში სადაც დაველოდებით თბილისის დინამოსა და მოყვარულებს შორის გამარჯვებულ გუნდს და უკვე თქვენ მეტოქე სწორედ ამ შეხვედრაში გაირკვევა. დიდი მადლობა თქვენს ასევე მონაწილეობისთვის. გილოცავთ კიდევ ერთხელ. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ჩვენი პროექტის წამდგენია ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და Sports Production Studio. ჩვენი გამარჯვებული კი მომავალ წელს გაემგზავრება საქართველოს ნაკრების რომელიმე გასვლით შეხვედრაზე. ამით დღეს დავასრულეთ და სულ რაღაც ერთი კვირით გევშვებოდეთ. კარგად მზადდებოდეთ.